ის რომ ვერც ერთი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ ხდება ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე, მე საერთოდ უკვე სიმართლე გითხრათ, პროტესტი მიჩნდება ამ ადგილის და ამ შენობის და ამ დაწესებულების სასამართლოც მოხსენიება, იმდენად დიდი უსამართლობის ბუდე გახდა ეს შენობა საქალაქო სასამართლოს სახით, სადაც ყოველდღიურად რიგ შემთხვევაში ათობით ადამიანის უკანონო და პოლიტიკურ გასამართლების პროცესებს ხედავთ ხოლმე. ეს რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ მორიგ ჯერზე ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ტყუილს, რა თქმა უნდა ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით ძალიან ბევრი ჩვენგანი ხშირად ყოფილა რუსთაველზე და ყოველთვის ხედავს, რომ ადამიანებს სრულიად თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, არავინ არ აფერხებს, იქნება ეს შემთხვევით გამვლელი რუსთაველის გამზირზე თუ ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია იქ დგანან, ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მორიგი უკანონობა, მორიგი უსამართლობა რეჟიმის მხრიდან კვლავ მარწუხების მოჭერის ხარჯზე ადამიანების დაშინების მცდელობა. თქვენ დღეს ისაუბრეთ პოლიტიკურ პატიმრებზე, გიორგი ვაშაძის გათავისუფლებაზე და რა თქმა უნდა მე მინდა მას მივულოცო მათ შორის თქვენი ეთერის საშუალებით და მის ოჯახს, მის შვილებს, მის მეუღლეს ნამდვილად ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვის უპირველეს ყოვლისა და შვილებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, მამის 7 თვით დაკარგვა არაფრის გამო, იმის გამო რეალურად რომ ის იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, საქართველოს უამრავ სხვა მოქალაქესთან ერთად, ულოცავ მას თავისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გუშინ იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმე, სადაც თქვენც ბრძანდებოდით თეა და ის შიშზე როდესაც საუბრობთ, რატომ მომაგონდა მისი სიტყვები, ხა ბუნებრივია შეიძლება ჩვენი სადაც მოგვეცეს გუშინდელ დღეზე საუბრის შესაძლებლობა, მაგრამ აი კონკრეტულად როდესაც ახლა ვახსენეთ ეს სამარცხვინო განცხადება, რომელსაც ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სინამდვილეში ეს მანიპულაცია, ეს პროპაგანდა, ეს რუსული მეთოდები რა არის, ხო? ეს არის სწორედ დიქტატურის მცდელობა, რომ საზოგადოება გაიმსჭვალოს შიშით, რატომ? აი ზუსტად ეს სიტყვები, იმიტომ მომაგონდა, რაც გუშინდელ სხდომაზე წარმოთქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, FDR-ის სიტყვებია, სხვათა შორის ძალიან გამოჩენილი ამერიკელი პრეზიდენტის, რომელიც 30-იან წლებში იყო ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და იმ დროს გახსოვთ ამერიკაში ეგრეთ წოდებული დიდი დეპრესიის ხანა იყო და მართლა ძალიან დიდ უიმედობას რეკორდულ უმუშევრობას და გაჭიროებას ჰქონდა მოცული ქვეყანა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ეს სიტყვები გახდა რაღაც ახალი ბიძგი ცვლილებების, რეფორმების და იმედის დაბრუნების საზოგადოებაში და რა იყო ეს სიტყვები, რომ თავარი რისიც უნდა გვეშინოდეს არის თავად შიში. რატომ? იმიტომ რომ მართლა ასეა და ეს დიქტატურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რითიც ისინი საზოგადოებას მართავენ, რაც ივანიშვილმა ძალიან კარგად შეისწავლა და ამიტომ ცდილობს და პრინციპში ასევე საკმაოდ წარმატებით გამოიყენა, მოდი ასე ვთქვათ, შიში როგორც მართვის ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რატომ? იმიტომ რომ მთავარი, რაზეც ეს რეჟიმი დგას მათ შორის, ხო? გარდა ამ რეპრესიული ნაბიჯებით საზოგადოების დაშინებისა, არის ომის შიში, რომელზეც პარაზიტირებს ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ მე თუ შევიცვლები, თუ გაიმარჯვებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან, თუ გაიმარჯვებს დემოკრატია ამ ქვეყანაში, თუ გაიმარჯვებს ევროპული მომავალი, თუ გაიმარჯვებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ზოგი თავისუფლდებიან და ზოგი იმედია მომავალში და მალე გათავისუფლდებიან, ან რომელიც ერთ-ერთი მათგანი მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც უკვე ამდენი წელია პოლიტპატიმრობაში იმყოფება, მაშინ ამ ქვეყანაში იქნება ომი. აი ამ ყალბ შიშზეა აგებული მთელი რუსკოცური კრიმინალური დაჯგუფების პოლიტიკა ამდენი წლის მანძილზე, მაგრამ შიშის პოლიტიკას იმდენად წარმატებით იყენებდა ივანიშვილი ქართული საზოგადოების წინაშე ამდენი ხნის მანძილზე, რომ ახლა ფიქრობს, რომ ამ შიშის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის რეპრესიებით, კიდევ უფრო და მარწუხების მოჭერით, კიდევ უფრო მყარად, ასე ვთქვათ, მოახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას, მაგრამ აქ ჩანს სწორედ, რომ ის არ იცნობს ქართველების ბუნებას, არ იცნობს ქართულ საზოგადოებას, არ იმუშავა. იმიტომ რომ
მაგალითად ქართული ოცნების ლოგიკით, სწორედ ამ შიშის პოლიტიკის რეპრესიული მეთოდები, დრაკონული კანონპროექტების შემუშავებამ აიძულა ხალხის დიდი რაოდენობა აღარ მდგარიყო რუსთაველის გამზირზე არ გადაეკეტა ქუჩა, ახლა უკვე ტროტუარზე დგომასაც გვიკრძალავენ, მალე ტროტუარზე გავლას და ბოლოს მოგვიწევს მხოლოდ სახლის სამზარეულოებში შეყუჟვა, მალე ალბათ ფიქსაციას გავლავენ. ეს უკვე გვინახავს ავტოკრატიულ დიქტატორულ ქვეყნებში და ვხედავთ რა ხდება სადამდე მივიდა ირანი, ხო, წლების განმავლობაში აი ასეთ დრაკონულ პოლიტიკაზე თვალის მოხუჭვით. კი, რა თქმა უნდა, და კიდევ უფრო შორს რო წავიდეთ ისტორიულ ჭრილში, ხო, ზოგადად ყველა ავტოკრატიული რეჟიმის შიშზე იყო დამყარებული. მათ შორის საბჭოთა რეპრესიების და 30-იანი წლები ახსენეთ რუზველტი დიდ დეპრესიას ებრძოდა შეერთებული შტატების იმედის დანერგვით და ეკონომიკური რეფორმებით. აქ საბჭოთა კავშირი შიშით ებრძოდა ზუსტად. და როგორ დაასრულა საბჭოთა კავშირმა ვხედავთ და სად არის დღეს ამერიკა და სად იქნება მომავალშიც ამასაც ვხედავთ, ხო? ანუ ეს რას გვაჩვენებს მათ შორის ისტორიულ ჭრილში, რომ შიშთან და იმედობასთან და სიბნელესთან დაპირისპირება მხოლოდ სინათლით, რეფორმებით, წინსვლით, საზოგადოების და ეკონომიკის გაჯანსაღებით შეგვიძლია და არა კიდევ უფრო მეტი შიშის დანერგვით. და ამას ივანიშვილი უბრალოდ ვერ ხვდება. მაგრამ ხელისუფლება არც ისტორია არის, არც საკუთარი ქვეყნის ისტორია არის. რა თქმა უნდა, ხა ძალიან მძიმეა. კი, რა თქმა უნდა. ბიუჯეტის ყოლებით კი იჭერენ ერთმანეთს, მაგრამ დანარჩენები ხო კარგად ცხოვრობენ. ნუ ზოგს სუპიც ყოფნის მაგალითად, ზოგს აკმაყოფილებს ის რაც აქვს, რასაც გადაუგდებს ქართული ოცნება. ასეთი ადამიანებიც ხო არსებობენ. ანუ როგორ უნდა გავაღვიძოთ ასეთ ხალხში, თქვენ უბრალოდ ეს თქვენ გევალებათ და ჩვენ გავაშუქებთ ამ ყველაფერს, როგორ უნდა გააღვიძოთ ასეთ ხალხში თავისუფლების სიყვარული, დემოკრატიისკენ უტოლო უკეთესი ცხოვრების სურვილი. თეა, ჩემი ღრმა რწმენით და რატომ არის რომ მუდმივად ვსაუბრობ ერთიანობის მნიშვნელობაზე ამ ეტაპზე ნახეთ ამას ხომ გვიჩვენეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ძალიან მიხარია და გიორგი ვაშაძისთვის ეს ახალი არ არის მინდა გითხრათ თეა იმიტომ რომ მოგრძალებით ვიტყვი მაგრამ მეც ეს პოზიცია მქონდა ყოველთვის გიორგისაც ზურა ჯაფარიძესაც ელენე ხოშტარიასაც რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკური ტყვეა იყო გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების მე არავის ნაცვლად არ ვისაუბრებ არ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას მით უმეტეს რომ გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების ჯერ კიდევ პოლიტიკურ ტყვეობაში არიან მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისინიც მალე შემოგვიერთდებიან და თუ ფიზიკურად ვერ შემოგვიერთდებიან გაერთიანების მცდელობას შემოუერთდებიან და დაუჭერენ მხარს მესმის შეიძლება ზოგს არას სხვა მოლოდინი ჰქონდა მაგრამ გაერთიანებაზე მიდის ახლა საუბარი იმიტომ რომ აი პოლიტიკოსები მათ შორის უფრო ზუსტად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მუდმივად აფიქსირებს გამოსვლის შემდეგ თავის პოზიციას და მოსაზრებას რომ არ ილაპარაკებს არავის ნაცვლად მაქსიმალურად დაელოდება მალე გასათავისუფლებელთა რაოდენობას აი 12 თებერვალს ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ველით დღეს გიორგი ვაშაძე გათავისუფლდა და მოკლედ რაღაც ფორმატის ჩანასახი არსებობს, სადაც აი ამ ეგრეთ წოდებულ გაერთიანებაზე მიდის ლაპარაკი. ცოტა ხნის წინ ჩვენთან სტუდიაში იყო გიგი წერეთელი, იგივე თქვა, სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელმაც იგივე თქვა, მოკლედ შეხვედრებს ატარებთ, როგორც ხედავთ, მაგრამ რა ტიპის ერთიანობაზეა საუბარი, სად შეიძლება, რა ქალგის ქვეშ, რა იდეის ქვეშ შეიძლება გაერთიანდეთ? თავისუფლების და გამარჯვების იდეის. რა თქმა უნდა, ეს არის ერთადერთი იდეა და მინდა გითხრათ, რომ სიმართლე გითხრათ, ხო, ნუ ხა ოღონდ მათი თავისუფლება აშხაბადში და მოსკოვში და თეირანში მოიპოვება და ჩვენი თავისუფლება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იმ საქართველოსი, რომელიც მიდის ბრიუსელში და ხდება ევროკავშირის წევრი. ხო და მთავარი იდეა ხოთშერს ამაზეც ჩვენ მქონდა ამას წინათ გარკვეული მსჯელობა, რა თქმა უნდა, მთავარი გამაერთიანებელი იდეა მაინც უნდა იყოს სწორედ ევროპული მომავლის იდეა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს რუსთაველზე მდგომი ადამიანებისთვის ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ეს არის. კი, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ებრძვის კორუფციას, ებრძვის კრიმინალს, ებრძვის ყველა იმ უბედურებას, რაც ივანიშვილის რუსულმა მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის 13 წლის მანძილზე, მაგრამ მაინც აი თქვენ გამაერთიანებელი კოლგა და მთავარი იდეა ახსენეთ, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, ეს მაინც უნდა იყოს ევროპის იდეა და ევროპული მომავლის იდეა, რამაც უნდა გაგვაერთიანოს. ახლა კონკრეტულად
იმ ნაბიჯებზე, რომელზეც არის საუბარი. იცით რომ სხვადასხვა ფორმაციები არსებობდა, იყო თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის ფორმატში რაღაც დისკუსიები, მერე რამდენიმე ჩემთვის არ არის ცნობილი თუ გრძელდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდი ხანია უკვე ამის ნაწილი აღარ ვართ. არის სამოქალაქო ორგანიზაციების ირგვლივ შექმნილი ასევე რაღაც გარკვეული ფორმატი, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, სადაც ჩვენ რა თქმა უნდა ბუნებრივია მონაწილეობთ. ამიტომ უნდა გვესმოდეს რომ თუ იქნება რაიმე ინიციატივა, ეს უნდა იყოს საერთო ინიციატივა, თუ იქნება რაიმე დოკუმენტი, ეს უნდა იყოს საერთო დოკუმენტი, თუ იქნება რაიმე ფორმატი, ეს უნდა იყოს საერთო ფორმატი და არავინ რაღაც მოკლე მხედველობა და სულ სწრაფობა არ უნდა გამოაჩინოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ისევ დაგვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც დავდივართ ამდენი ხნის მანძილზე. ამ ეტაპზე უფრო არ არის ჯერ კონკრეტული კონტურები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეხლა თქვენ გიორგი ვაშაძე ახსენეთ, ზურა ჯაფარიძე ახსენეთ, მაგრამ ზურა ჯაფარიძის როგორც კოალიციის წევრის მოსაზრება არის, რომ აუცილებლად უნდა დაელოდოს ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რომ მასთან ერთად შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნიკაც მალე თავისუფლებაზე იქნება და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხელს შეუწყობს ამ ერთიანობის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც აი პატიმრობების ტყვეობის გამო რაღაც გარკვეული მოლოდინის რეჟიმი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიდიოდა მუშაობა. ხა საერთაშორისო ფრონტზე არ ვსაუბრობ, სადაც მათ შორის მომავალ კვირასაც არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მეც ვიქნები, სხვა პარტიების წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი და ბუნებრივია იქ სხვადასხვა ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფებში, თუმცა ერთი საერთო დღის წესრიგით და ერთი საერთო მიზნით მუშაობთ, მაგრამ საქართველოში ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამწუხაროდ ჩემი დაკირვებით უფრო ხშირად პიროვნული და პარტიული დღის წესრიგები ასე ვთქვათ ჭარბობს კი იმარჯვებს სამწუხაროდ ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში ვიდრე საბოლოო რაღაცა მიზანი რომელიც იდეაში ყველას გვაერთიანებს. ერთიანობაში რა იგულისხმება? ერთიანობაში იგულისხმება საერთო ფრონტი, რა ვიცი, ჩემი წარმოდგენით იგულისხმება მათ შორის ერთიანი სიათეა. და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ბევრ ამის ხელს შეუწყობს. ხა მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ამ პოზიციაზე, ასე ვთქვათ, და ამ პასუხისმგებლობით მომიწია მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის შედგენისას ძალიან მძიმე პროცესის გამოვლა, იმიტომ რომ სწორედ ჩემი ხელმოწერით უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც ეს სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ნაწილშიც მეტი დემოკრატიულობა, გამჭვირვალობა და კონკურენტულობა, ასე ვთქვათ, კონკურენცია, სწორი გაგებით, ჯანსაღი გაგებით უნდა შევიტანოთ მათ შორის სიების ფორმირების და ჩამოყალიბების პროცესში და მე ვფიქრობ, რომ ამასაც ხელს შეუწყობს აი ეს დიდი ერთიანობა და ის დიდი პლატფორმა, რაზეც არის საუბარი. ეხლა უბრალოდ აღარ არის იმის დრო, რომ ყველა პარტია თავის ნაჭუჭში ჩაიკეტოს, თავისი სიების ფორმირება მოახდინოს, თუნდაც ძალიან ჯანსაღი და მაგალითად და მე ვფიქრობ სწორია პრაიმერისის გამოყენებით. აღარ არის იმის დრო, რომ ყველა ჩვენი თუნდაც განათლების რეფორმის გეგმა დავწეროთ, რაზეც რა თქმა უნდა ყველა პარტიას თავის ხედვა ექნება, იმიტომ რომ მართლა განათლების დეფორმას ვხედავთ, როგორც ამას ბევრი ექსპერტი აღწერს, ხო? ახლების მაგალითად განათლების რეფორმა, რომელიც ძალიან საინტერესოა. კი, რა თქმა უნდა, ახლებსაც ექნებათ ჩვენც გვაქვს, იქნება ეს განათლება, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს გადასახადები, უსაფრთხოების პოლიტიკა და ასე შემდეგ, ხო, ნებისმიერ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში და განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში სწორედ ასეთი დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს, როდესაც ძალიან ვერაგმტერს უნდა დავარჩევნებამდე, სადაც ერთიან სიაზე ვერ ჯერდით თუ ერთიან პარტიული დღესწესრიგი, პარტიული რიგი, პარტიული დღესწესრიგი და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ერთიანობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღესწესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიპოვეთ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავდეთ ამაში დიდი ძალისხმევა, არა მარტო მე პერსონალურად, იცით პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება 24 წლის გამოცდილებამ და არ ვიცი მარცხს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ არჩევნები მიტაცებულია, მაგრამ 24 წლის გამოცდილებამ სხვებსაც შეაცვლევინა მოსაზრება და ახლა ერთიანობა უფრო პრიორიტეტია ვიდრე პარტიული. ჩვენ ასევე ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. ხა სიმართლე გითხრათ, ადამიანები, ვინც საპარლამენტო არჩევნებში არ ემხრობოდნენ ერთიან სიას, ან თუნდაც ორ დიდ გაერთიანებას ნაციონალურ მოძრაობის და ახლების კოალიცია ცვლილებების მე მგონი სრული და სწორი სახელი ეს არის და ლელო და გახარია სახით თუნდაც ორი დიდი გაერთიანების ფორმირებას ვინც არ ემხრობოდა შემდგომ სიმართლე გითხრათ არგუმენტად სწორედ ამას იყენებდა იმიტომ რომ ქონია ბუნებრივია დისკუსია არა კამათს არ დავარქმევდი ამას რომ ჩვენ ხომ მაინც გავიმარჯვეთ კი 4 სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანები თუ კოალიციით შევედით მაგრამ ჩვენ მაგრამ იცით რა შეასაქმე შეიძლება კი გავიმარჯვეთ იმ თვალსაზრისით რომ ოპოზიციამ რა თქმა უნდა ობიექტური დათვლის პირობებში საქართველოს მეტი მოქალაქის მხარდაჭერა მოიპოვა ვიდრე რუსულმა ოცნებამ მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენ ხო მაინც ვერ გავაფორმეთ. დღეს ხო ისევ ივანიშვილია ხელისუფლებაში, დღეს ხო ისევ ივანიშვილი გვიჭერს. დღეს ხო ისევ ივანიშვილს მიყავს ეს ქვეყანა აშხაბადში და მოსკოვში და ჯანდაბაში ნაცვლად იმისა რომ ვახორციელებდეთ მართლაც იმ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარაში ვახორციელებდეთ იმ რეფორმებს, რაც ჩვენს ქვეყანას ბრიუსელში მიიყვანდა, როგორც ღირსეულ და სრულფასოვან წერს ევროკავშირის, ხო? ამიტომ ეხლა იმაზე საუბარი რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ და ამიტომ ამბობ რეალობისთვის თვალის არ გასწორება და იმის არ აღიარება რომ არასწორი იყო გაერთიანებაზე უარის თქმა საპარლამენტო არჩევნებში ჩემი აზრით არ არის მართებული იმ თვალსაზრისით რომ ჩვენივე შეცდომებზე ხო უნდა ვისწავლოთ არა იმისთვის რომ გაერთიანება იქნება ფორმულა ესეც ვცადოთ რუსული ხელისუფლების პირობებში თუ აპრიორი გამარჯვების ნიშანი მე მიმაჩნია რომ ეს იქნება არა გამარჯვების ნიშანი, არამედ ის იქნება გამარჯვება. აი ეს იქნება გამარჯვება. დიდი მადლობა. აი გულწრფელად ესე მიმაჩნია. ეს შექმნის იმხელა სინერგიას დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებში და არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებში. ამერთიანობაში თქვენ არამედ სამოქალაქო ორგანიზაციებში ფედერალისტებს ყველასთვის უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველასთვის უნდა იყოს ეს ერთიანობა ღია, ასე ვთქვათ, უნდა იყოს რეალური ერთიანობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა ეცადნონ ერთეული პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები პარაზიტირებას სხვებზე ან დღის წესრიგის მიტაცებას არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ამით გავაღვივებ იმ დისკუსიას, რაც შეიძლება წარსულში იყო. ხო იცით რომ ამ წინადადებითაც გააღვივებთ, ამიტომ ხო არ მიმაჩნია ესე, ამიტომ ფოკუსირდეთ იმაზე, რამაც უნდა გაგვაერთიანოს და ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. ნურავინ ეცდება დღის წესრიგის რაღაც მიტაცებას, პიარის მოკლევადიანი და მოკლემხედველი პიარ ხრიკებით, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის მიტაცებად, არამედ კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებით მივუდგეთ გაერთიანების აუცილებლობას, გაერთიანების იმპერატივას და მაშინ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ეს გამოგვივა და თუ ეს გამოგვივა, მაშინ გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება გამარჯვების ნიშანი, ეს თავისთავად გამარჯვება იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილს ყველაზე აი თუ რამის ეშინია ისევ შიშს რომ დაუბრუნდეთ ივანიშვილს, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყანა შიშით მართოს. ეს არის ზუსტად რეალური პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის რეალური გაერთიანება. უნდა დაგემშვიდობოთ ერთი წინადადება მაქვს. ამ დღეებში ალბათ ფიქრობთ ვისთან იდებატებდით სიამოვნებით, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თითქოს აი ამ ფანჯრის გახსნაზე დაიწყო მსჯელობა. ხომ არ გყავთ ფავორიტი? თეა არა, ნამდვილად არა. თავად ბიძინა ივანიშვილთან იქნება სხვათა შორის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ის იღებს არ მინახავს, იმიტომ რომ მას იმდენად პოლიტიკურ აქტორად აღარ განვიხილავ საქართველოს. არა, რა თქმა უნდა, ის დასრულებულია როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი დასრულებულია. მიგაჩნიათ რომ კაცი რომელიც 15 წლიანი მუხლით გაქცეულია საქართველოსდან, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ გარიგდა ბიძინა
ბიძინა ივანიშვილთან და ეხლა მოძღრავს საზღვარგარეთიდან, სადაც გიორგი ვაშაძესაც, ზურა ჯაფარიძესაც, პრეზიდენტ სააკაშვილსაც, რომელსაც ნიშნის მოგებით ესაუბრებოდა საქართველოში არ დაბრუნებაზე და შიშარას ეძახდა და ბილეთის ყიდვას თავაზობდა. ჩვენ შეგვიძლია იგივე შეთავაზებები გავუკეთოთ, უბრალოდ ამას არ ვიკადრებთ, რომ შეუგროვებთ ფულს და გაუგზავნით და ჩამოვიდეს. იმიტომ რომ არ გვაინტერესებს მისი აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ისევე ირელევანტური იქნება რეალური, მართალი, კეთილსინდისიერი ბრძოლისთვის ქვეყნის შიგნით. ისევ როგორც არის ქვეყნის გარეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ხა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირთან გვინდა საუბარი, ბიძინა ივანიშვილს უნდა ვიβედებატოთ. სხვათა შორის მე პირადად ამის შესაძლებლობაც მქონია საქართველოს პარლამენტში, ჯერ კიდევ ქუთაისში, როდესაც ეს ბატონი პრემიერ-მინისტრი და არაფორმალური მმართველი იყო. ყობახიძესთანაც ბევრი დებატი მქონია. აწუყეთ ციხის მარწუხებს მიღმა მოთავსებულ ღარიბაშვილთანაც, ქვეყნიდან გაქცეულ გახარიასთანაც, რომელთანაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვავს მის მანკიერებებზე და დანაშაულებზე რუსული რეჟიმის პირობებში, ეხლა რომ ოპოზიციონერის მანტია მოირგო კომფორტულად და ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან მოძღრავს. ამიტომ ამ დებატის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონია, ეს თავისთავად არ არის საინტერესო. საინტერესო გამარჯვებაა და ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანობით და არა ერთმანეთთან კინკლაობით და უაზრო კონკურენციით შეგვიძლია რომ მოვიპო. აი პირდაპირ ზოგადად დამანახა რა საინტერესო იქნება ცხოვრება დებატის ნახეთ კონკურენცია ზოგადად დემოკრატიული საზოგადოების აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანი და შემადგენელი ნაწილია. ახლა ირაკლი ყობახიძე რო ლექციას გვიკითხავდა დემოკრატიაზე, დებატებზე, რამდენჯერ მithქვამს პარლამენტშიც რომ სიტყვა პარლამენტი ფრანგული სიტყვა პაღლედან მოდის, რაც საუბარს ნიშნავს, იმიტომ რომ იქ მოჭიდავეები და მსგავსი ვითომ სპორტსმენები ცემატყეპით ცდილობდნენ ხოლმე საკუთარი პოლიტიკური კარიერის გაკვალვა საუბრის ნაცვლად, ხო? ამიტომ მათგან ლექციები ნამდვილად არ გვჭირდება, მაგრამ რა ვიცი, ნაციონალური მოძრაობის ერთი ყოფილი გამონათქვამი რომ გავიხსენო ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკოსის საქმე ლაპარაკის ნაცვლად ამ ეტაპზე ოპოზიციის უნდა დაგემშვიდობოთ, რომ სხვა სტუმრებისთვის დრო აღარ აისახება გაერთიანება.